ჩვენ ვართ რუსეთუმები, მე ვარ რუსი, მე სხვა შორის დავწერე პოსტი, რომ როცა რუსს მეძახიან, მე ვერ ხვდები რატო არ ეს ჩემთვის დამამცირებელი. ხომ ნახეთ რა საუბრობდა პატივცემული შალვა. არასდროს არ ყოფილა მის ცხოვრებაში რაიმე მომენტი, როდესაც ის ემსახურებოდა საქართველოს. ზოგადად მას სამშობლოს განცდა რომ არ აქვს, ეს მრავალჯერ დამტკიცდა და თითქმის ყველა ხელისუფლების მასხარა იყო და ვინც გადაუხდიდა ზედმეტს, თუნდაც ერთი ლარით მისკენ მიდიოდა და მის პროპაგანდას აცხობდა. სააკაშვილის ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში ვიცით, რომ შალვა რამიშვილი ქრთამისაღების ბრალდებით იხდიდა სასჯელს. ამას შალვა რამიშვილიც არ უარყოფს, რომ ვინმე ჩაუდო, ვინმე დააბრალა, ან რაღაცა ფაბრიკაცია იყო იმ კადრების, რაც გავრცელდა შემდეგ და რის საფუძველზეც დაიჭირეს. შალვა რამიშვილი არც იმას უარყოფს, რომ მის ოჯახს სულ ფეხებზე ჰკიდია, როგორც მეუღლეს, ისე შვილს. როგორ შეიძლება ადამიანმა იცხოვრო, როგორ შეიძლება საკუთარ შვილს შეაძულო თავი, როგორც მტერი და საწყევრად ქონდეს გახდილი შენი სახელი. როგორ შეიძლება მუშაობდე ჟურნალისტად და ერთხელ არ გქონდეს სიმართლე ნათქვამი და მთელი შენი ბექგრაუნდი, მთელი შენი კარიერა ემსახურებოდეს მხოლოდ ინტრიგების ხლართვას. სადაც სიმართლეს ერთი მარცვალიც კი არ იქნება ჩადებული. როგორ შეიძლება იცხოვრო ადამიანმა ქვეყანაში, სადაც ერთ კაცს ვერ ნახავ, რომ შენზე კარგი თქვას. ძალიან ბევრი ადამიანის ნახვა შეიძლება, რომლებიც შენ დაგადანაშაულებენ პედოფილიაში, ქალზე სექსუალური შევიწროების ბრალდებით და ამაში რამდენჯერმე უკვე გამტყუნდი კიდევაც თან იმ სასამართლოს პირობებში, რომელსაც აკონტროლებს შენი რჩეული ხელისუფლება. თუ კი ვინმე იტყვის შემდეგ, რომ შალვა რამიშვილი, მისი პოსტივი არ ემსახურებიან ბოროტებას და რუსულ საქმეს, აი ამ ვიდეოს დღეში რამდენჯერმე უყურეთ ხოლმე და საზეპიროდ გქონდეთ. იქნებ რაიმე შევიდეს თქვენს ბინძურ ტვინებში, იმიტომ რომ ვისაც შალვა რამიშვილი გონია ნორმალური ადამიანი და მისგან მიღებული ინფორმაცია მათთვის არის სრულყოფილი, მაშინ მე სრულყოფილად შემიძლია დადასტურებულად თქვა, რომ თქვენ ხართ ავადმყოფები, რომლებსაც გესაჭიროებათ ძალ დატანებითი მკურნალობა. და ასევე მაქვს კითხვა. თქვენი დედა ქალია?